საქართველოს საკუთარ შეიარაღებაზე ზრუნვას განაგრძობს, თუმცა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის და არავითარ შემთხვევაში თავდასხმისთვის. ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ცხინვალის ბრალდებას. რამდენიმე დღის წინ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ისრაელისაგან თავდასხმისთვის გამიზნული მერკავა ტიპის ტანკები შეიძინა და ცხინვალზე შეტევისთვის ემზადებოდა. საქართველოს არასდროს არ ემზადებოდა არავიზე თავდასხმისთვის, მით უმეტეს არ ემზადებოდა საკუთარ ტერიტორიებზე, საკუთარ მოსახლეობისთვის თავდასხმებზე და შესაბამისად ეს მოქმედი დროისთვისაც ჭეშმარიტებას წარმოადგენს, თუმცა არავისთვის დაფარული ფაქტი არ არის, რომ საქართველოს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში საკუთარ შეიარაღებას განაგრძობს, იმიტომ რომ არ არის მისი საზღვრები დაცული. ჩვენი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი და ეს 2008 წლის აგვისტომ ცხადყო, შესაბამისად ჩვენი თავდაცვისთვის ყველა შესაძლო გზას მიმართავთ, რომელიც კი ამისთვის საჭირო იქნება და რომელშიც ჩვენი მოკავშირეები დაგვეხმარებიან.